ვეღარ ვძლებ რა, აღარ მომწყენს მარტო ყოფნა. ზოგადად მე მშობლების გარეშე გავიზარდე. რას ნიშნავს მშობლების გარეშე გაიზარდე? აყვანილი ვარ. და რო გაიგე როგორი გრძნობა იყო? დედა მყავდა, ჩემი გამზრდელი არაბიოლოგიური დედა და მისგან ვიცოდი რომ მე უბრალოდ მამა არ მყავდა. ძებნა არ დაიწყე მშობლების? მამასთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს მისი სურვილით. მისი სურვილით? და ნუ დავრჩი ესე მარტო რა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ნინა თედეევა. გამარჯობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დღეს გვესტუმრე. მადლობა შენ. და მე დარწმუნებული ვარ რომ საინტერესო ინტერვიუ უნდა გამოგვივიდა. შენ როგორ ფიქრობ? მე უკვე ნერვიულობას ვიწყებ ნელ-ნელა, მაგრამ ვიტყვი იმას რომ პირველად ვარ ეს გადაცემაში ინტერვიუებზე და დებიუტი მაქვს მოკლედ ჩემთან. დებიუტი გაქვს ჩემთან? მე დარწმუნებული ვარ რომ კარგი დებიუტი იქნება, იმიტომ რომ შემიძლია რომ კარგი ფეხი მაქვს. აჰა, yes. და ვნახავ შენს მე როგორ გაგრძელდება ჩემი გადაცემა. მოკლედ თავიდან რომ დავიწყოთ. ცეკვა. ცეკვა კი ქორეოგრაფი ვარ, ცეკვა უკვე სადღაც 11-12 წელია. და როგორ დაიწყე? როგორ დავიწყე იდეაში ჰობი იყო, მაგრამ მე რაღაც ესეთი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაც უნდა დამეწყო რა, ან მინდოდა რომ აი ბოლომდე გავყოლოდი, ესეთი პროფესია მინდოდა, არ მინდოდა სადმე ჩამებარებინა და რაღაც ტყუილად დამეკარგა დრო და აქედან გამომდინარე ცეკვა ვაქცია პროფესიად. ანუ უნივერსიტეტში არ შეგებერებინა, არ შეგებერებინა. არა, სკოლა დავამთავრე და ნუ ბოლომდე გავყევი ცეკვას რა, ბევრი ომი გადავიტანე. ჩემი აზრით მე ეგრე ვფიქრობ. თუ ადამიანს აქვს არჩეული თავის პროფესია და იცის რა უნდა გააკეთოს და ამისთვის არ არის აუცილებელი ჩაბარება, შეიძლება მიყვას თავის პროფესიას. ან ძალით არ უნდა ჩააბაროს ადამიანმა. ზუსტად მეც ეგრე მგონია რა, რომ არ არის აუცილებელი, რომ აი აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ და რაღაც არ მე ეგრე ჩემი ჰობი, ჩემი შრომით და ჩემი ბევრი წყალებით ვაქცია პროფესიად. მე ვნახე რომ სადღაც ამბობს, ზუსტად არ მახსოვს სად, რომ რთულ მომენტში ცეკვამ გადამალახინა ბევრი ხო გადამარჩინა. ხო, ნუ მოხდა ისე რომ ზოგადად მე მშობლების გარეშე გავიზარდე, მაგრამ მშობლების გარეშე გაიზარდე. აყვანილი ვარ. აჰა. და ჩემი გამზრდელი დედა სამწუხაროდ დაიჭირეს იმ პერიოდში და ნუ დავრჩი ესე მარტო რა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. და აქედან გამომდინარე შევედი ერთ-ერთ სტუდიაში და დავიწყე ცეკვა. ოღონდ ჯერ არა პროფესიონალურ დონეზე, უბრალოდ გამოვცადე ჩემი თავი გამომდიოდა, არ გამომდიოდა და მე უკვე რამდენიმე წელიწადში ძალიან პროფესიონალურად მივდექი და ნუ ვაქცია პროფესიად რა. რთულ თემაში ახი. ხო, მომიწია. მოგიწია, ხო? ხო შენი ცხოვრებაა და რას? ხო. მე მიყვარს ადამიანები, როცა ეს ღიად არა, ხო მე არ მაქვს არაფერი დასამალი. არ მალავენ. რა არის დასამალი? ხო, არ ვიცი. და რო გაიგე გავიგე რამოდენიმე თავიდან დაიჯერე? არა, ნახე, გავიგე 2 წლის უკან. მე თავიდანვე არ ვიცოდი ეს ამბავი. მე უბრალოდ ვიცოდი, რომ მამა არ მყავდა, დედა მყავდა, ჩემი გამზრდელი არაბიოლოგიური დედა და მისგან ვიცოდი, რომ მე უბრალოდ მამა არ მყავდა. მაგრამ ის რომ აყვანილი ვარ და ნაშვილები ვარ, ეს უკვე გავიგე 2 წლის უკან. სამწუხაროდ. და დაიჯერე როგორც გაიგე? ჯერ არა. აფექტის მდგომარეობაში ვიყავი რა და მე ძალიან ცუდად მივიღე ეს ამბავი, იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირად გავიგე უცბად. არ ვიყავი მზად. ხო, ძალიან მოულოდნელად რაღაც სამსახურის ჩვეულებრივი დღე იყო, დღის დასასრული და ნათესაობები მოვიდნენ ჩემთან და მაგათმა მითხრეს. ძალიან საერთოდ არც ვიცოდი, აი ვერც დაუშვებდი მაგ ფაქტს, რომ ეგ იყო რა, ეგ ამბავი, ეგ უნდა ეთქვათ. და ძალიან ისე უცბად და ისე შენ როგორ ფიქრობ, რომ გითხრეს? ხო. კარგი მოხდა? კარგი მოხდა, მაგრამ ნახე, ჩემი აზრით, როცა აყვანილი ხარ და ნაშვილები ხარ, ჯობია რომ აი 18 წლის რო გახდება ბავშვი, აი ნელ-ნელა ან თუნდაც მაგაზე უნდა იმუშაო რა, ესა რა იცი რა, მე უკვე 26 წლის ვარ და ძალიან რთულია მოკლედ რა, აი იმის გაправება, რომ შენ უკვე დიდი ხარ და გაანალიზებ ამას ძალიან მარტივად, ეგრე არ ხდება.
აუ ხელებით ვლაპარაკობ ძალიან მიყვარს ხელებით ლაპარაკი და ეს პრობლემა ჰაი პრობლემა ხარია არა როგორც კომფორტულად ხო და რეალურად ხო რა ანუ არ არის ისე რომ იცი რა ეხლა შენ ნაშულები ხარ შენ აგიყვანეს მაგრამ ნუ ცხოვრება უნდა გააგრძელო არ არის ვერ იქნება შენს გამზრდელ დედასთან კი ქონდა რთული საუბარი ამის მერე რო არ იცოდი კი მქონდა რთული საუბარი მაგრამ რო დავინახე თვითონაც ძალიან უჭირდა ყველაფერზე ლაპარაკი და დავტოვე ყველაფერი ისე როგორც იყო ანუ არაფერი არ შეცვლილი იყო ამით ხვდები და ძებნა არ დაიწყე მშობლები ძებნა დაიწყე კი მამის სკოლაზე გავედი დედის სკოლზეც გავედი დედა გარდაცვლილია მამასთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს მისი სურვილით მისი სურვილით კი ერთხელ მქონდა ლაპარაკი და ნუ არ უნდა ჩემთან კომუნიკაცია და მივიღე ჩვეულებრივად მაგრამ ნუ ჩემი ვალი მოვიხადე უხეშად რო ხო უხეშად რო ვთქვათ რა ანუ მე всё ანუ აღარაფერს აღარ გავაკეთებ იმისთვის რომ რაღაც ანუ ჩემი უცადე გავედი კვალზე რაც ყველაზე მთავარია და ვისაც არ მომდივარ ოკეი კარგად იყოს სულს არაფერს უსურებ ხო არა რა თქმა უნდა არ ვარ გულით ბოროტი და ისე შენი აზრით როგორი დედა იქნები მე აუ სასწაული ფსიხი ანუ აი მგონია რომ რაც მე დამაკლდა მე ზოგადად ბავშვობაზე არ მიყვარს ლაპარაკი მიუხედავად იმისა რომ ყველაზე კარგი და ესეთი უნდა იყოს ბავშვობა ხო იმიტომ რომ ერთხელ არის დავსვა აი ყველა არ ვიცი აი ერთი სული მაქვს რომ შვილი მყავდეს იმიტომ რომ აი მგონია რომ ყველაზე ანუ კარგი დედა ვიქნები იმ გაგებით რომ ძალიან არაფერს არ დავაკლებ რა განამატერიალურ რაღაცაზე ვამბობ არა აი რაც ქვია დედის სითბო დედის გვერდში დგომა თანადგომა აუცილებლად ყველანაირად დაუდგები ჩემ შვილს გვერდით და მგონია რომ ძალიან კაი დედა ვიქნები ეხლა სწყვები ხო 26 წელი გავიდა რაც ესეთ რაღაცები გადაიტანა არც ისე დიდი დრო არა ხო და სირთულეებმა შენი აზრით გაგაძლიერა უფრო თუ უფრო ცუდად იმოხმარება 50-50-ია რა როცა ჩემ თავთან მარტო ვრჩები ხვდები რომ რეალურად ძალიან სუსტი ვარ იმიტომ რომ აი ყველა ჩემ სტრესთან შიშთან ვარ ანუ ხვდები უცბად მარტო და აი ძალიან ბრძოლობ მოკლედ რა ამ ყველაფერთან კომპლექსებია კიდე კომპლექსები სიმართლე რომ გითხრა ამან არ ამკიდა ხალხმა ამკიდა ხალხის ბულინგი არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ ანუ დამოკიდებულებამ ამკიდა კომპლექსები რა ვიღაცებს სხვანაირად აიგონათ რაღაცები რომ აი რადგან მე მშობლების გარეშე გავიზარდე მე არ ვარ თქვათ მისაღები ოჯახში თუ რაღაც ეგეთი მარაზმი რა რეალურად არ დამაკომპლექსა იმ ჩემმა ისტორიამ პირიქით ძალიან გამაძლიერა ბევრსაც ბულინგი რაზე მოდიოდა მაკნინებდნენ რა მოკლედ ხო რა იყო დასაკნინებელი ის რა აი რაღაც მე მშობლების გარეშე გავიზარდე ის რომ აი რო გათხოვდები რო შეხვალ ოჯახში რა უნდა თქვა ვისი შვილი ხარ ან რა ხარ ხო ხვდები ანუ აი ვერც ავხსნია იმიტომ რომ მე გაგება არ მაქვს და ღმერთს მადლობა რომ გაგება არ მაქვს ხო და ძალიან კაია იგი იმიტომ რომ ნუ აბსურდია ჩემთვის რა და ამ ყველაფერი ნახე არ მიყვარს როცა სხვა მიმახულებს იმას რომ მე ესე გავიზარდე ანუ ეს არის ჩემი ცხოვრება ეს ანუ ჩემი ცხოვრება ანუ მე არ ამირჩევია ეს ჩემი წარსული ჩემი ბავშვობა ხო ხვდები რას ვამბობ რა და ანუ არ მსიამოვნებს როცა სხვა მიმახულებს ამ აიცი რა შენ ეს რო გამოიარე ანუ აი ძალიან ყოჩაღი ვარ ანუ აი თან ეცოდები თან ყოჩაღი ვარ რატომ და ანუ ადამიანის დაკნინება ჩემი აზრით ისეთ რაღაცის გამო ადამიანს როცა აკნინებ რაც მისი ბრალი არ არის ეგ არის მიუღებელი. ხო, ძალიან ისეთი, ხო რა, ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი მოკლედ რა. აი ეგ რო, აი რაღაც შენ რომ მშობლების გარეშე გაიზარდე, აი ოჯახში რანაირად ჩახვალ თუ რაღაც რა, ანუ თან ბოლო პერიოდში ძალიან ყურთან ძალიან ხშირად მესმის ეგეთი რაღაცები და ძალიან თანაც სოციალურ აქტიური გახდი, მით უფრო რა სამბობ ანუ ჩათვალე რომ ხო. და წარსულ შესვლიდი? არა. არაფერს არ შევცვლიდი. რო ანუ ნახე, რო არა ჩემი წარსული, ვერ ვიქნებოდი ესეთი რაც ვარ, ანუ შემდგარი დამოუკიდებელი გამტანი, ჟილკიანი, მოკლედ
შრომის მოყარე და ასე შემდეგ და იყო, ანუ არაფერს არ შევცვლიდი. ერთადერთს რაც შევცვლიდი, გავაცოცხლებდი ჩემ ძმას ვშავ. ძმა იყო ბიოლოგიური ძმა? მე გონა 24 წლამდე რომ მყავდა ბიოლოგიური ძმა, გარდაცვლილი უკვე სამწუხაროდ, მაგრამ მეგეც აი ძალიან ტყუილში ვიყავი მოკლედ რა, მაგრამ ყველას ყველაფერი ვაპატია და ჩემი ძმა ყოველთვის ეგრე იქნება რა, ყოველთვის ჩემი ძმა იქნება. რა თქმა უნდა. პატარა ან ასაკის. კი, ანუ ჩემზე ბევრად დიდი იყო, ბევრად. და სამწუხაროდ სადღაც 6 წლის ვიყავი რა. დავკარგეთ რა. ძალიან რთული ცხოვრება გქონია, ან რომ მითხარ რომ ძალიან რთული ცხოვრება მაქვს გავლილიო. ეხლა უფრო და უფრო წმუნდები რა. მაგრამ თავარია ჩანხარო ძალიან ძლიერი ხარ. და ეგ ძალიან კარგი რამ არის და мотиваციას რა გაძლევს? საკუთარი თავი, საქმე, ჩემი საქმე, ჩემი საყვარელი საქმე, იმიტომ რომ ყველაფერს საქმით ვაკეთებ რა. აი თუ ცუდად ვარ საქმე, ანუ ჯანმრთელობით თუ ცუდად ვარ, რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ ყველანაირად გამოვცდილობ, რომ ჩემი საქმით გამოვიდე მდგომარეობიდან რა. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვიქნები, რანაირად ვიქნები, მენტალურად ცუდად ვიქნები თუ არა, ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ჩემ თავში ვიპოვო ისევ ძალა და ნუ მე რა თქმა უნდა უკვე ჩემი საქმით. რაც გამომდის და მენტალური პრობლემები ახსენე და როგორ უმკლავდები? მენტალურ პრობლემებს ვუმკლავდები ისევ საბედნიეროდ ჩემი საქმით, იმიტომ რომ ანუ ისეთი საქმე მაქვს, მუსიკა, ცეკვა და ანუ რაღაც დრო ვერ ვლაპარაკობ, ვცდილობ რომ სხეულის ენით ვილაპარაკო რა და ეს ძალიან მეხმარება ამაში და აი ძალიან ვიცლები ემოციურად, იმიტომ რომ ცეკვის დრო შეგიძლია იტირო, ანუ ყველაფერი შეგიძლია რა. და ნუ ამით ვცდილობ მაქსიმალურად. და ყველაზე ცუდი ის არის რომ რაც უფრო ასაკი მემატება, მით უფრო და უფრო ვიგებ რა არის მენტალური პრობლემები, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ ასაკში აი ვერ იგებ რა, რაღაც სირთულეებს გადიხარ და გონია რომ იცი რა არა უშავს გაივლის, მაგრამ რეალურად ილექება შენში. და მე რაღაც პერიოდები, რაღაც მდგომარეობა ძალიან გახსენებს ამ რთულ პერიოდებს რა. აი შეიძლება რაღაცას აკეთებდე, მაგრამ აი იმ რაღაცის გაკეთების დროს აი არ საიდან მოვიდეს ის რაღაცა წარსული ნალექი და ანუ ხახვდები რა. და შენინების გარეშე. კი, ზუსტად, ხო. ფსიქოლოგებზე რა აზრის არის? ფსიქოლოგებზე, ხო, ძალიან მისაღებია ჩემთვის. რაღაც დღესდღეობით ცოტა ისე ესმით რა, რომ თუ ეტყვი რომ ფსიქოლოგთან მიდიხარ, იმას უკვე რაღაც დასაწყენი გონიხარ და ხონში გაგზავნიან რა, ხონში გაგზავნიან და დაგაწვინონ იქ და უკვე არ ხდება ეგრე რეალურად თუ საჭიროა აუცილებლად უნდა მიმართო ფსიქოლოგს თუ შენ თვლი საჭიროა თუ ამისთვის მზად ხარ, იმიტომ რომ ფსიქოლოგთან რომ მიდიხარ კიდე მე მქონდა ფსიქოლოგთან შეხება, ოღონდ ძალიან პატარა ასაკში ხა უკვე დიდი მგონია საკუთარი თავი თუ რაღაც ხა და მაგრამ ნუ მაქსიმალურად მაინც ვცდილობ რომ საკუთარ თავში მე თვითონ ვიპოვო ის ძალა რომ გამოვიდე ყველანაირი მდგომარეობიდან რა. ხო არის იდეაში რომ ფსიქოლოგი დაგეხმარება, მაგრამ შენ გადაწყვეტილი ძალიან ციკიანი ვარ აი. ხო. ძალიან. ხო. მაგრამ სულ თმაზე. თავი კომფორტულად იქ შენ. ძალიან კომფორტულად არ კი. ხო. ნელა მიდის ნერვიულობა და ძალიან კაი. ხო. შეშვა. ვინაც არ გიყვარს? არა. არა. არსო არა. კარგად. საერთო? არა, აუ, პროსტო წყალი მინდა თუ შეიძლება. თქვენ გიყურებთ და ძალიან გასაფორდებთ. და ვაფშე ყველას ვასაფორდებ. კი, კარგია, ხო. მე გამიკვირდა თქო ხო გიხარ? ხო, მე ხო დაგასაფორდე შენ. მე ხო დაგასაფორდე. Yes. რაუცებ შეიცვალა ის რა ქვია? ხასიათი ნახე? ეგეც ის არა რა ქვია? ნიჭი. კი. Yes. როდ გამომუშავებული. მტყუპები ვარ ზოდიაქოთი, ამიტომ არ მიჭირს. ზოდიაქოების გჯერა? ჩემის მჯერა. შენის გჯერა. სხვისი არ ვიცი. არის ხო? მე არ მჯერა ზოგადად ზოდიაქოების და არ ვიცი რატო. ანუ ესე რომ გითხრა რომ აი ზუსტად ერთ-ერთი და რაღაც არა, მაგრამ ნუ რა არის რაღაცები რაც ემთხვევა რა. ის რო არ ცვალებადი, შრომის მოყარე და მსგავსი რაღაცა, მაგრამ ძალიან ცვალებადი ვარ. შრომის მოყარე შეიძლება იყოს ლომიც, თხის რკაც. ანუ ხო, კი. და მგონი შრომის მოყარე ყველა ზოდიაქოში წერია რომ არის რა. მაგრამ ეგ ზოდიაქოს ამბავი არ არის. არ არის ხო შენზე, ნუ მაგრამ მაინც წერია რა იქ. შენი აზრით რა მოგცა რთულმა ცხოვრება? ო. გამოცდილება.
რომელიც რეალურად რთულმა ცხოვრებამ რა. აი მასწავლა რომ დაიცემი აუცილებლად უნდა ადგე ის რომ დაიცემი და ვინმეს თხოვ დახმარება, ანუ ჩემ შემთხვევაში არ არის რა, არ არსებობს მე რთულ პერიოდში ვინმეს ვთხოვ დახმარება. განა იმიტომ რომ აი რაღაცა მეთაკი, ანუ არა, უბრალოდ მე ვიცი რომ ეს რთული პერიოდი არის ჩემი და მე თვითონ უნდა მოვაგვარო, იმიტომ რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, ვინც არ უნდა დაგიჯდეს, დაგაწყენოს, გელაპარაკოს, მაინც შენით უნდა ადგე რა, აი შენ უნდა გააკეთო რა და ეგ მასწავლა დამოუკიდებლობა მასწავლა პირველ რიგში რთულმა ცხოვრებამ. და მასწავლა ის რომ ნებისმიერ ვარიანტში, ნებისმიერ სიტუაციაში მე უნდა ავდგე, იმიტომ რომ ერთხელ ცხოვრობ და ისიც არ მინდა რომ ისაც ძალიან ბევრი პერიოდი მქონდა რთული. და ეხლა ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვიყო ლაღი, ბედნიერი და ნუ კარგად რა. და ეს პირველი პრობლემის დროს ვინ გახსენდება ხოლმე? ჩემი ახლო მეგობრები რა თქმა უნდა. ეს ერთი ადამიანი არ ყავს გამოკვეთილად. ხო, ჩემი დაქალი, მაგდა. და? ანუ მაგდა არის შენთვის? კი, მაგდა არის ჩემთვის. იმედი კი. აი რომ უკვე იცის. მაგდა და გვანცა არიან ჩემი ბავშვობის დაქალები, ესე ვთქვათ რა და ძალიან კარგად მიცნობენ. შეგიძლია შენ ცხოვრებაში ერთი ყველაზე დიდი გამართლება მითხრა და ყველაზე დიდი იმედგაცრუება. გამართლება გამიმართლა უფრო ადამიანებში. ესე სიტუაციას ხო რა ადამიანებში ადამიანში გამართლება არის თავი. გამართლება და იმედგაცრუება არის ის რომ რეალურად მეგონა რომ მე ძალიან ისეთი ვარ რა, მიმდობი ვარ, აი ძალიან ალალი ვარ, აი დებილი ვარ მოკლედ რა, აი ძალიან მგონია რომ აი ადამიანს რომ მივენდობი ის ყველაფერს იზავს ჩემთვის, იმიტომ რომ მე გამკეთებელი ვარ მისთვის. იმიტომ შენ ხარ კარგი ადამიანი და ყველა შენნაირი კარგი გქონია. რომ მეგონა ადამიანი რომ ჩემს გამო ყველაფერს იზავდა, ერთად ყველაფერს ვიზავდით რაღაც, აი ადამიანებში იმედგაცრუება რა. ესე ერთი დიდი იმედგაცრუება არა, ძალიან ბევრი ყოფილა პატარ-პატარა და ერთს ვერ ვიტყვი. გამართლება არის ჩემი ახლო მეგობრები, რომლებიც მართლა არ ვიცი მათ გარეშე რას ვიზავდე. აი წარმოდგენაც არ მაქვს. ყველაზე დიდი იმედგაცრუებას ესე არ აქვს. არა, ესე არა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება აი არა, ხო არ მაქვს. ძალიან ბევრი პატარ-პატარა რა. და მე ეგ პატარ-პატარა შეივსოთ ყველაზე ერთი დიდი. ბავშვობაში ეს ოცნებობდი. მაგ ოცნებასთან ახლოს ხარ? მიზანთან. კი, მიზანი ხო. ხო, მაგრამ როდესაც პატარა ხარ, ესე ვთქვათ, მიზანია რაღაც ჩემი ოცნება იყო, რომ ყოფილიყავი კოსმონავტი მაგალითად და ჩემი ოცნება იყო, რომ ყოფილიყავი вообще იდეაში вообще ხა ამაზე ეს არ მომიჭრან რა. არა, მე გაძლევ მაგის პირველს რომ არაფერი არ მოიჭრე. ხო. იდეაში მინდოდა იურიდიულზე ჩაბარება. მინდოდა აი ძალიან რაღაც გამოძიებელია. აი რაღაცა ეგ ის მინდოდა, მაგრამ ნუ გამოვედი ქორეოგრაფი. ყველაზე მეტად არ მინდოდა რომ მასწავლებელი გამოსულიყავი, მაგრამ გამოვედი მასწავლებელი ქორეოგრაფი და მაინც ანუ იდეაში აი ოცნებასთან ახლოს წელს ავიხდინა ერთადერთი ოცნება მქონდა, ბიონსე მინდოდა რომ მე ნახე და всё რა, ესე არ ვოცნებობ. კი, ვოცნებობ. ხა უცბად მახსენდება რაღაცები. ვაცნობ რომ ყავდეს ისეთი ოჯახი, რომელსაც უპირობო სიყვარული შეეძლება რა. და არ შემიყვარებენ რაღაცის გამო და ვიღაცის გამო. ხო არ გონია ეგეთი დამოკიდებულება რომ მომავალში ურთიერთობებში კომპლექსებს აკიდებს? მე ურთიერთობები მამკიდა კომპლექსები. აი წინაზე რო გაუნებოდი რომ აი მშობლების კომპლექსები და რაღაც რეალურად ურთიერთობაში მოხდა ისეთი რაღაც, რომ მაგათ მამკიდეს ეს კომპლექსები, თორე რეალურად ანუ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც გაიზარდა მშობლების გარეშე, კი ძალიან რთულია, კი ძალიან შეიძლება ჩემს ადგილას ძალიან ბევრს ვერ გადაელახებინა თუ რაღაც. და ნუ მოკლედ რა, მაგრამ მე არ ვთვლი რომ რაღაცა ძალიან რთულ ცხოვრებას გავდიოდი და რაღაც. ნუ მოხდა ეგრე და ალბათ ეგრე იყო საჭირო რა. და ყველაზე კარგი ის არის. ალბათ ეგრე იყო საჭირო რა, ისო. მაგას ვამბობ რომ ურთიერთობებში არ მე ორი სერიოზული ურთიერთობა მქონდა და всё, ესე, ანუ
სერიოზული ურთიერთობა, რომელიც შეიძლება ფიქრობდა იმაზე, რომ აი რაღაც მომავალში აი უკვე ბეჭედს კი, ანუ ხო ხვდები დაოჯახება რაღაცები. ბოლო ურთიერთობამ დამანგრია ყველანაირად და ამას აი მე ხო ძალიან დამანგრია და მაგას ვამბობ, რომ ამ კიდე კომპლექსები რატო დაგანგრია თუ საიდუმლო არა? დამანგრია, იმიტომ რომ აი მოხდა ის რაც არ მინდოდა არასდროს რა, რომ ურთიერთობის დროს რო გატყუებენ და გღალატობენ ეს არ მინდოდა არასდროს. და მოხდა ეგ ყველაფერი რაც მოხდა. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემში ანუ შეურაცხყოფა ეს დავარქვა. იყო ის რომ ოჯახში არ მიმიღეს ისეთი როგორიც ვარ. ანუ ვამბობ იმას რომ წაგანაც გავამახვილე მაგაზე ყურადღება რომ იქაც ჩააჭირეს რომ აი ახლა იცი რა ოჯახი არ ყავს და აი რო შეუშვათ რას ვიტყვით ჩვენ ხალხში რომ ვისი შვილი ანუ ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ შეშინს კამერა. ხო. ანუ ხო ძალიან რთულია მაგის მოსმენა, ხვდები? და მე შენ რო ელოდები რომ შენი მეორე ნახევრისგან დაცვას იგრძნობ, ვერაფერსაც ვერ გრძნობ, შენ თვითონ იცავ შენ თავს, შენ ცხოვრებას და ანუ რაღაცებს გახსენებენ. ანუ მეორე ნახევრიდან ვერ იგრძენი მხარდაჭერა? მე ვერაზოს ვერ გრძნობდი მისგან მხარდაჭერას და არც მინდა მაგაზე ლაპარაკი. არც გინდა ამაზე საუბარი? ჩავხუროთ? კი. კაი, მე დავუბრუნდებით. აი გიორგი. მე მაინტერესებს სად იყავი 10 წლის წინ? სად ხარ ახლა და სად იქნები 10 წლის შემდეგ? სად ვიყავი 10 წლის წინ? 10 წლის წინ სად ვიყავი? არსად, ისევ ამ ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული, უკვე. ნუ 16 წლის ასაკში უკვე მუშაობდი. 16 ძალიან კარგია, მეც ეგრე ვიყავი. და უკვე ჩემს საქმეს ვაკეთებდი პირნათლად რა. უკვე რაღაც ქორეოგრაფობაზე მუშაობდი და ნუ ცოკვაში ვიყავი მოკლედ 10 წლის უკანაც. ახლა ფიქრობ, რომ ყველაზე სწორ ადგილას ვარ, ანუ გულისხმობ იმას, რომ ჩემ პროფესიას უფრო ვშლი და მოკლედ ძალიან სწორ ადგილას ვარ ახლა რა, სადაც ვარ და 10 წლის შემდეგ არ ვიცი სად ვიქნები, იმიტომ რომ მე არაფერს არ ვგეგმავ. არ გეგმავ, სპონტანურად ყველა გადაწყვეტილა. კი. ხო, რეალურად ცხოვრობ დღევანდელი დღით. მე არ ვიცი ხვალ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, რა იქნება და რა და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველა წამით და იმით ვისიამოვნე რა. არ ვგეგმავ, ძალიან სპონტანური ვარ. ძალიან. ეგ კარგია თუ ცუდი? 50-50-ია რა, მაგრამ რამეს რო გეგმავ, მე არ მიდის ისე როგორც უნდა წავიდეს. აქედან გამომდინარე, იყოს ისე როგორც არის რა და მივყვები ნელ დინებას. ხშირად ახსენებ ქორეოგრაფიას და ცეკვას. ხო. შენი სტუდიის ამბები მაინტერესებს. ჩემი სტუდიის ამბები. ხო. ანუ იდეაში სექტემბერში გავხსენი, სექტემბრის შუაში გავხსენი სტუდია და მეორე დღეს დამაკეტინეს. მაპამპულავეს. ერთ დღეში დაგაკეტინე სტუდია? ერთ დღეში ხო, აი უკვე ძალიან რაღაც პიქსე ვიყავი და ნუ აღარ გინდა. ანუ დამაკეტინეს ხა, იმიტომ რომ ძალიან გაურკვევლობა იყო, რაღაც ჩეპე მოხდა, იმიტომ რომ არ გამაფრთხილეს რამოდენიმე თვით ადრე და ნუ რომ მივედი დამხვდა სხვა წრე, ქართული ცეკვის წრე დამხვდა ჩემს დროებში, ჩემს საათებში და მითხრეს, რომ შენ თუ კიდე დარჩენა უნდა გადაიტანო, ანუ ჩემ პრობლემა შემიქმნეს, როცა დალაგებული მქონდა ყველაფერი და სხვის გამო და შემექმნა ჩემი საქმისთვის პრობლემა. მიზეზი? მიზეზი ის იყო, რომ იმათ უკვე კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული და მე იდეაში ამ ხალხთან რაღაც 3 წლის ანუ 3 წელია ვიცნობ ამ ხალხს და ძალიან ადამიანური ანუ ჩვეულებრივი კონტაქტი ჰქონდა, აი ყველაფერი საერთოდ ვუგებდი, ანუ მოკლედ რა ძალიან ურთიერთგაგება იყო რა, მაგრამ ნუ რეალურად იმათმა მე როგორც აღმოჩნდა და გავიგე, უფრო მეტი გადაუხადეს და ნუ როგორც ხდება ხოლმე რა. და წამოვედი. მაგრამ ოქტომბრიდან ახლა ვხსნი ისევ სტუდიას. ხო. საბოლოოდ, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე. უნდა ორ ფილიალს ვაკეთებ ეგრევე. ორ ფილიალს ვაკეთებ ეგრევე. უფრო დეტალურად რო ვთქვათ, შენ ძალიან ბევრი გამომწერი ყავს. გექნება მათთან კომუნიკაცია ამ თემაზე, ხო? ხო.
და ჩემ აუდიტორიას შეგიძლია გამოიყენო. ხსნი 2 ფილიალს გდანში და საბურთალოზე. და ვისაც ჩემთან ცეკვა გინდათ, შეგიძლიათ მოხვიდეთ. როგორი მასწავლებელი ხარ? ძალიან მომთხოვნი და აი ძალიან მომთხოვნი ვარ. არ ვიცი ეს ჩემ მასწავლებლებს უნდა ვკითხოთ, მაგრამ ხარა საქმეში ძალიან მომთხოვნი ვარ და ყველაზე მეტად მომწონს, როცა ჩემ საქმეში არის დისციპლინა, იმიტომ რომ მაგის გარეშე მე არაფერს არ ვაკეთებ. წარმატების მისაღწევად ყველაფერს წამსვლელი ხარ? წარმატების მისაღწევად ყველაფერს წამსვლელი, ანუ შენ როგორც გინდა ეგრე მიიღე, კითხვა. არა. არა? ჩემ არა. არის რაღაცები, რაც აი წითელ ხაზს. მაგალითად? ადამიანობა. აი არ მიყვარს აი ფულზე ხო, არ მიყვარს. მე არ ვაკეთებ ჩემ საქმეს. იმიტომ რომ აქედან მე სარგებელი მქონდეს, ანუ მატერიალისტურად ხო. ძალიან ბევრმა დაიწყო ამ ზოგადად საქმიდან, აი ბიზნესია, შეიძლება ზოგისთვის ბიზნესია და ოკეია, მაგრამ მე პირველ რიგში ცეკვა ჩემთვის საერთოდ სხვა განზომილება, იმიტომ რომ ცეკვამ მასწავლა ყველაფერი რა, ცხოვრება, ურთული პერიოდის გადალახვა, როგორც არ უნდა იყოს, მართლა დაუჯერებელი ეგრეა რა. და აი სადღაც ჩავთვალოთ რომ არის ბიზნესი, აი სადღაც ბოლოში, მაგრამ რეალურად მე ჩემ საქმეს პირველ რიგში ვაკეთებ სიყვარულით და ხარა. რამდენი გამომწერი ყავს შემში? 207,000 მყავს TikTok-ზე. 207,000 TikTok-ზე. და რამდენი წელია რაც აკეთებ? მგონი 2. 2 წელია, მეც 2 წელი. ნახე, მე 2 TikTok-ი მქონდა, პირველი ძალიან ბუმში ვიყავ, პირველი რო გავხსენი ერთ კვირაში სადაც 150,000 გამომწერი. რაღაცა ერთ კვირაში? ერთ კვირაში ხო, რაღაც გლობალზე გავარდა, ერთ-ერთი ჩემი ქორეოგრაფია და 9 მილიონი ნახვა დააგროვა და აი ძალიან პიკი იყო რა. მე გამიტეხეს და გამიტეხეს. ხო, რაღაც ძალიან ბოტები თუ რეები, არ ვიცი, მოკლედ და მე უკვე რამოდენიმე თვის მერე გავხსენი ახალი დამაძალვა ჩემო მეგობრებმა, რომ შენი საქმეაო რა. და სადღაც 2 წელია, ხო. ძალიან აქტიური ვარ, ბოლო 2 წელია ვარ ძალიან აქტიური. სულ ვიყავი აქტიური, მაგრამ ბოლო 2 წელი განსაკუთრებით და Instagram-ზე მაყავს მგონი 107,000. არ ვიცი, ხო, სადღაც ეგ. ძალიან კარგი, ანუ საქართველოსთვის ძალიან კარგი რიცხვებია. კი. ბოლო დღე რო იყოს სოციალური ქსელების შენს გამომწერებს, რას ურჩევდი? ბოლო დღე რო იყოს სოციალური ქსელების? რავი. რჩევებს მოგყვარს? ცხოვრებისეულად მისამდე მაინც რჩევებს. რა თქმა უნდა, ხო, რჩევა შენია და შეიძლება გინდა იმას ურჩევ. ალბათ იმას, რომ აი არ დანებდნენ არასდროს. დანებებას ხშირად უსვახავს? კი. არ დანებდნენ არასდროს და გააკეთა რისი გაკეთებაც ყოველთვის უნდათ სურთ და ხო, აი ხათრით არაფერი არ გააკეთონ რა, აი ძალით არაფერი არ გააკეთონ. იმიტომ რომ ერთხელ ცხოვრობთ ხალხო და მიაწექით იმას, რაც გიყვართ. შინაგანად გინდა. არას თქმა გიჭირს ისე? უკვე აღარ მიჭირდა ძალიან. როგორ გამოიმუშავე, მე მაინტერესებს. აი ეგეც ხალხმა რა, აი ძალიან რაღაცეებში ნახე უკვე რომ ხედავ რომ ადამიანი გავალდებულებს რაღაცეებში და შენ ამ რაღაცებს მხოლოდ იმის გამოაკეთებდი რომ პატივს სცემდი რაღაცეებში ითვალისწინებდი და რაღაც ეხა პირიქით რა ეხა ძალიან ისეთი ვარ ჩემ საქმეში მე თუ მეტას ჩემ საქმეში ძალიან თავხედი ვარ მე კარგია ოღონდ კარგი თავხედო კი გაგებით კი რა თქმა უნდა მატერიალურ მხარეზე თქვი რომ არ მაინტერესებსო მაგრამ მე მაინტერესებს ესეთი რაღაც. ინფლუენსერებით უფრო იშოვება ფული თუ ქორეოგრაფიით? იცი რა, თუ ხარ ქორეოგრაფი და გაქვს სტუდია, ჩემი აზრით, იშოვება მაგით. მე არ ვარ ინფლუენსერი. ანუ რა ხარ ინფლუენსერი? ნახე რას ვამბობ, აი კონტენტ კრეატორები რო არიან, რა, აი კონტენტ კრეატორობა სხვა რამე. მე ვარ კონტენტ კრეატორი. ოკეი.
ხო, ნახე, მე ინფლუენსერი არ ვარ. ვამბობ იმას, რომ ანუ აი ჩემზე, ანუ მე არ ვაკეთებ ყოველდღურად აი ეს მაგ გადასაღებია, ეხლა ეს რეკლამა. არა, მე უბრალოდ სტარტაპებს თუ მწერენ. ვეხმარები. კი ბატონო. და მე არასდროს არ მომითხოვია კომპანიისგან ფული, ხო, თანხა არასდროს არ მომითხოვი. მოიცა, ანუ ეხლა შეიძლება რა მოხდეს იცი ამ გადაცემის მერე? ძალიან ბევრმა კომპანიამ მოგწეროს ეგრე. ხო, მომწეროს, მე ხო ჩემსას გავაკეთებ, მე ხო გავაკეთებ, ანუ ხო დავეხმარე, შრომა რა, ერთი სტორის დადება დავიჯერო, აი ერთი სტორის დადებაში და რაღაცა პოსტის დადებაში რა სტოტიშებს იღებენ, ძალიან დიდი არა, კაცო, ხო. ხო, ანუ თუნდაც მე რა ვიცი, იქნებ, ანუ თან ახლა როცა სტარტაპი ხარ, мотивация გინდა. სტარტაპებს გვერდში უგახარ გავიქეთ, კი ბატონო. ის ზოგადად კომპანიები არ ვიცი, არ ქონდა. ისე არის რომელიმე კომპანია რომელსაც არ დაარეკლამებ? კი, აზარტული თამაშია. მეც ეგრე ვფიქრობ, ძალიან კარგი. და ვეიპები და აი წეველი, ხო. ვეიპი კიდე შეიძლება. არა. მე წეველი ვარ და მაგიტაო. შენ ხოლო ჯანსაღი ცხოვრება. აი მოწევასთან, ხო რა, აი მსგავს რაღაცებს მოწევასთან, ხო, აი ალკოჰოლიც, იმიტომ რომ არ არის ჩემი არცაზე ხო რა. არასდროს არ გაგისინჯავს, არ მიგია. არა, კაცო, როგორ არ გამისინჯავს. მაგრამ ნუ არ მიყვარს ესე ხშირად არასდროს თუ აი ვიკრიბებით სამეგობრო და რაღაცა შეიძლება 1-2 ჭიქა ოკეი ისიც ხასიათის გამო მაგრამ რომც არ დაულიო არ მიჭირს ხასიათზე მე რა მაინტერესებს ანუ ინფლუენსერობაზე ახსენე რა არ ვარ მრჩევებს ვაძლევ ხოლმე ადამიანებს კი ბატონო ხო ითვალისწინებენ რაღაც კომპანიებს ხო არეკლამებ ხოლმე სტარტაპებს თუნდაც ოღონდ გაჩნია რა კომპანიაა ესე ნახე ძალიან დიდი პასუხისგებლობაა როცა შენ არეკლამებ რაღაცას იმიტომ რომ შენზეა ანუ შენ არეკლამებ პასუხისგებელი ხარ შენ ძალიან პასუხისგებელი ხარ და თან გაჩნია მე ანუ აი ტანის 60 და მსგავს რაღაცებს საერთოდ არა კი როგორ არა უფრო და რაც შეეხება ის სახის მოვლის საშუალებები ეგენი კოსმეტიკა და მსგავს რაღაცები აი ვერ იმიტომ რომ შეიძლება ჩემზე კარგია, მაგრამ სხვამ დააზიანოს თან, ანუ ეგ ცოტა რთულია მოკლედ რა. ანუ ინფლუენსერებს საკეთებ, შენ მაგას აკეთებ. ვაკეთებ, მაგრამ თანხას არ ვიღებ. მაგრამ ჩემი აუდიტორია TikTok-ზე, Instagram-ზე მყავს ჩემი პროფესიით. ცეკვით. მე მიცნობს ხალხი როგორც ქორეოგრაფს და მოცეკვავეს და არა როგორც ინფლუენსერს. ხვდები? მესმის ხო, ინფლუენსერი შეიძლება იყოს დამატებითი პროფესია. მე ჩემ TikTok-ს აი რაღაცა როგორ გითხრა, აი ერთი ვიდეო ცეკვა და რაღაც 3 ვიდეო რეკლამა რო აქვს, ან მე თვითონ ვიღლები ეგეთ რაღაცებზე ხვდები, აი არ მიყვარა, აი რო ვსკროლავ და სულ რეკლამა, აი რო ავიწყებად საიდან იწყებენ და საიდან დაიწყეს, როგორ დაიწყეს და მე აი სულ რეკლამებში რო არიან რა, აი მოაგროვებენ რაღაც გარკვეულ რაოდენობას და всё, მე აი რაღაცა ითხოვენ, რომ აი სპონსორი მინდა, აი კომპანიები და ნუ მოკლედ რა. მირჩევნია მე ჩემი საქმე ვაკეთო, რაც ყველაზე კარგად გამოდის და ვამბობ იმას, რომ ინფლუენსერობა და აი რეკლამებში აი გამარჯვებათ, ანუ არ გამომდის, ნუ აი რა გავაკეთე, აი ვერ მოვატყუებ ახლა ადამიანს, რომ აი ეს კარგია, იმიტომ რომ მე რა ვიცი ეს მართლა კარგია თუ არა რა, ხო ხვდები. და ნუ არ შემიძლია ესე. ყველაფრის გარეკლამება. როგორი ფილმები გიყვარს ეს? ფილმებს მარტო ვერ უყურებ. აი ესე ბოლო რამდენიმე კვირაა რაც დავიწყე რა. უფრო დრამა მიყვარს, მელოდრამა მიყვარს. აი სადაც ბოლოს ტირი თან აი ძალიან ისე ომახიანად. მარტივად ტირი? უკვე აღარ. გაჩნია მაგას, მისეს გაჩნია. თუ ისეთი არ ვიცი, აი როგორ გითხრა მარტივად ტირი თუ არა. ეხლა აქ რომ მოვდიოდი, მეგონა რომ ვიწირავდი. მართლა ოღონდ. ჩვენ ისეთი გარემო შევქმნით, რომ არ გეტირა. ძალიან კარგი, მადლობა. მე ხო გითხარით დასაწყისში, რომ კომფორტულად გწნობ თავს, მაშინ როდესაც სტუმარი არის. ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ მართლა დებიუტია შენთან ესე არ მიბაძრია არასდროს არსად. იმ ინტერვიუს არ ვთვლი, იმიტომ რომ იქ 5 წუთი ვილაპარაკე რაღაც ნაშვილები გარ და რაღაცები და ესე მართლა პირველად. ეგ ინტერვიუები როგორ ხდება ხოლმე ეს? ეგ ის იყო, შემხვდა ეგ გოგო. აჰა, ანუ შედგა კომუნიკაცია როგორც ჩვენ შემთხვევაში. და მე ყველაზე სწორად და მართალი საკუთარ თავთან ადამიანი ჩემი აზრით არის, როდესაც მარტოა. ცილის წინ.
ძილის წინ ფიქრებს როგორ აკონტროლებ? ვერ ვაკონტროლებ სამწუხაროდ. იმიტომ რომ აი დღეს კარგად ატარებ, მუშაობ, რაღაცა ჩემს საქმეს ვაკეთებ, ვარჯიშობ, ის, მაგრამ ყველაზე მეტად ვერ ვიტან ღამეს, იმიტომ რომ ღამე მიჭირს ყველაზე მეტად მარტო ყოფნა რა, მე 9 წელია მარტო ვცხოვრობ წარმოიდგინე. ღამე მარტო ყოფნა გიჭირს? ძალიან მიჭირს. მე თან აი როგორ გითხრა, ყველაფერი მაშინ მახსენდება, ყველა ჩემი სტრესი, ყველა ჩემი შიში, ყველა ჩემი იმედგაცრუება, ყველაფერი საერთოდ მე ბოლოს თვალებს ვისიებ და ვიძინებ. გამორიცხულია ჩემი ფიქრები ვაკონტროლო რა და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ მთელი დღის განმავლობაში აი ძალიან დატვირთული ვიყო, რომ აი მაგის თავი აღარ მქონდეს და მაგის ენერგია ან ჩემთან ვინმე იყოს, გულისხმობ იმას მეგობარი დარჩენს ან რაღაცა, იმიტომ რომ ბოლო წელია უკვე ვეღარ ვძლებ რა, აღარ მომწონს მარტო ყოფნა. და როგორ შეიძლება ეს პრობლემა რომ მოგვალ, თუ გიფიქრე? ჯერჯერობით არ ვიცი. ჯერჯერობით არ ვიცი. ეხლა მარტო ხარ? კი. სრულიად მარტო? კი. ხო და როდესაც ფიქრი ფიქრს მოაქვს ცუდი აზრები, მაგის დასაბრკოლე პროცესი როგორ რასაკეთებ? ტირი. სხვა ვერაფერი მოფიქრე, არის მანდ რაღაც საშუალებები კიდე. რა, აი ძილის წინ რომ რაღაცას უყურო. ხმეცინება ეგრე ვერ უყურებ. მე კარგია ხო ესე იგი. ხო, მაგრამ მაინც რაღაცა ჩემთავს ველაპარაკები ხოლმე რა, ბოლო ეგ ხო მაგის ხო, ყველა ვინ არ ველაპარაკება საკუთარ თავს. ხო, რა ვიცი. ველაპარაკები ხოლმე ჩემთავს რა, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დაალაგდება. ალბათ ესე იყო საჭირო, ესეც ამაზეც ისწავლია, ესეც გაივლის ის და მე რა ვითიშები ხოლმე და მე ყველაფერი კარგად არის. ინფლუენსერები ახსენე, რაღაც ცოტა სხვა ფორმატში. ოკეი. შენი აზრით სხვა ფორმატში? კითხვას დავსვავ და მიხვდები. შენი აზრით ქართველი ინფლუენსერები ყალბები არიან? არა ყველა. არა ყველა რა თქმა უნდა, ყველა შეფობს. კი ხო? მე მგონია რომ ზოგმა საერთოდ არ იცის ეგ რას ნიშნავს. ინფლუენსერობა იმას რომ აი რაღაც კომპანია ხო წერს, ხო გთავაზობს. აქ სხვანაირად არის, შენ წერ, შენ ეხვეწები კომპანიას, ხვდები? და ეგ არ არის რეალურად ინფლუენსერობა. ჩემთვის ეს ჩემი გაგება, მე არ ვიცი ხა რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ მე ეგრე მესმის, რომ თუ კომპანია შენთვის ინტერესდება, აქ შენთვის მისაღები პირობები, თანხმდებით და მე ხდება კოლაბორაცია, ხო? და რა ეხლა ისე რომ აი რაღაც მე მივწერო, მე შევთავაზო ჩემი ის. ეგრე არ ხდება, ჩემი აზრით ეს არ არის ინფლუენსერობა. მახსოვს უცბად მოგიყვები, ერთ ამბავს, აი რაღაცა ტანსაცმლის ხაზი იყო, ქართული ბრენდი იყო და უკვე მყავდა 50000 გამომწერი მყავდა TikTok-ზე თუ რაღაცა, უკვე გლობალზე ვარ, რაღაცა ჭკუაზე არ ვარ და იმ პერიოდში რაღაცა ორეული მომეწონა. მეთქი მივწერ თქო რა. და არ მოგწონსო შენი კონტენტია, შენ არ არისო მისაღებია ჩვენთვისო რა. და თან მე ავუხსენ ის რომ მეთქი ეხლა თან ხარ, მაგ თქვა და რამოდენიმე კვირაში მექნება და სანამ მექნება თუ გინდათ კოლაბორაციის სახით? არაო. გადის ზუსტად ალბათ 5-6 თვე. ძალიან მოვიხოდე და მომწერეს. მოგწერეს? რა უპასუხე, მაგრამ მაინტერესებს. ჩვეულებრივ ძალიან თავაზიანად უთხარი უარი. იმიტომ რომ მაშინ უკვე არასთქმა შემეძლო. გამომუშავებული არასთქმა, ხო? კი. ვაიმე, რასა. მაგრამ ეს იმიტომ არა რომ აი ხა რაღაც და ძალიან ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მომიდგებიან რა. არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში, რა მომენტში. როგორც მომიდგებიან, ისე მივუდგები. ხო და მეც მივუდეგი, ისე როგორც მომიდგნენ. ძალიან კარგი. ან ცხოვრება სამართლიანია. სადღაც მაინც. ცხოვრება მე ეგრე მჭირა. კი. ტატუები გიყვარს, ხო? კი, ძალიან. ჩემი თერაპიაა. შენი თერაპიაა? გამშვიდებს? ძალიან მომშვიდებს. მე როცა ცუდი პერიოდი მაქვს, უბრალოდ რაღაცა ისეთ სირთულეებს გავდივარ, მე მივდივარ და ვიკეთებ ტატუს. ეს არის ჩემთვის ესეთი ამბავი ხო არ არის რომ მე ამ ტატუში ვხედავ და რაღაცა? არა, რა თქმა უნდა, არავის, არა. ეს მე ესამესმის, ეს ჩემთვის თერაპიაა რა. ყველა ჩემი ტატუ მიყვარს საერთოდ. პირველად გავიგე ესეთი. ხო, ჩემთვის თერაპიაა რა.
ანუ ცხოვრების ბოლომდე ტატუებს დაიმატებ. ეხა არ ვიცი, იმიტომ რომ ეხა ძალიან მომწონს როგორც მაგ სტილი ყველაფერი და დავიმატებ თუ არა არ ვიცი. უფრო განვაახლებ, იმიტომ რომ მაინც რამოდენიმე წელში ხომ უნდა რა. კი ბატონო. 10 ბალიანი სისტემიდან. საკუთარ თავს რამდენ ქულას დაუწერდი? 800. 800? ორი ქულა რა დააკელია, რა? ზედმეტად კეთილი ვარ, ეხა იტყვიეთ. ზედმეტად კეთილი ვარ, ზედმეტად ემოციური ვარ, მიმდობი ვარ საშინლად, ზედმეტად არა, საშინლად და სადაც ოდნავ ზრუნვას, ოდნავ ყურადღებას ვხედავ, იქ ვარ სახით და მე რა თქმა უნდა ვამყარებ რაღაცა იმედებს, რაღაცებს მე ბოლოს მაინც მემტკივა და ხო რა მაგის გამო დავაკელი ჩემთვის. ანუ ოდნავ ყურადღებას ძალიან მოქმედებს შენს. ძალიან, იმიტომ რომ გინკურნავს იმ სიცარიელეს, კი. მე ძალიან მზრუნველი ვარ ადამიანებში, ძალიან მზრუნველი ვარ, ძალიან ზედმეტად და მე როცა ადამიანზე ვზრუნავ, მე ჩემ იმას ვინკურნავ, იმიტომ რომ მე ვიცი ხო რა ძალიან რთულია, როცა შენზე არ ზრუნავენ, ძალიან რთულია. და მე მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები ყველა კომფორტში მყავდეს და ზრუნვაში მყავდეს. მე რაც გისმენ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. და მე მჯერა ეგეთ რაღაცების, რომ ცხოვრება არის სამართლიანი. საბოლოოდ შეიძლება არის რთული მომენტები და ხო არის ეგეთი ამბავი, რომ აი 3 დღე, 1 თვე, 1 წელი, 3 წელი ცუდი რაღაცები ხდება რა. მაგრამ აუცილებლად გამოიდარებს, აუცილებლად. ანუ მე ესემ წამს და ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ეგრე არის და იქნება დარწმუნებული. ვფიქრობ, რომ შენ შემთხვევაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. აუცილებლად. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ჩვენ თვითონ ეჭვებიდან გამომდინარე ჩვენ ცხოვრებას რაღაცნაირად ვიცვლით რა. ვიცვლით არა, მე მგონია, რომ აი ვანგრევთ ძალიან ბევრ ამას. ეჭვით, აი ზედმეტი ფიქრით, რაღაცა აი ეჭვის თვალით რა უყურებ რაღაცებს, ანუ მართლა აი ცუდ არ ვიცი, ძალიან ვანგრევ ხოლმე, გარშემო შეიძლება საერთოდ არაფერი არ ხდებოდეს, მაგრამ შენი ილუზიით შექმნა, კი. იმდენს ვაკეთებ, ვაშენებ ვანგრევ, ძალიან ბევრ ადამიანს ვტკენ და აი რეალურად რა მაქვს მე შედეგი, არაფერი ხო, ყველაფერი ცუდი. როცა შეგიძლია იჯდე კი, ფიქრო, კი, ოკეია, ყველაფერი, მაინც ბოლოს დაჯდე მშვიდად და დაწნარდა, რომ იცი რა, ესეც მოგვარდება და ვშო რა და არა ის რაღაცა დრამები დგა, ვაიმე და აი მაინც რთულია მაგის კონტროლი, როცა იმედგაცრუებული ხარ და რაღაცაებზე. კი ბატონო. მოლოდინები ისე არ გაქვს ხოლმე, როგორც გინდა რომ იყოს. ბოლოში რო გავიდეთ, ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა გადაცემაში top 5. კაი. მე მაინტერესებს შენი top 5 ბოროტული კომენტარი. ნუ ახსენე კომენტარებზე იყო საუბარი რა. კი. აი top 5-ია, ეგრევე ვიტყოდი პირველს, კაი, ბოლოსში ვიტყვი პირველს. მეხუთე ადგილი. მეხუთე იყოს რომ ბანალური იყოს მოდი და გარეგნობასთან დაკავშირებით ბანალურად დავტყო. როგორ ეგა საინტერესო, როგორ წერა? აი წერენ ხოლმე რომ ორი ზურგი მაქვს. მეოთხე ძალიან მიმახვილებენ ხოლმე მამა ჩემზე, აი რაღაცნაირად ბოროტულია რა. მე მეცინება, მაგრამ ჩემთვის ბოროტულია ძალიან. მესამე რო ფართხალებ ეს ცეკვა, ანუ მაინც ცეკვა ფართხალი, ანუ კენჭის გავლა თუ რაღაც. გასაგებია. მეორეზე რო გავარ ბიჭს. ბიჭს გავხარ? და პირველზე რო გავარ ტრანსს. ოღონდ არ ვიტყუები ხალხო. ანუ მართლა არ ვიტყუები. რა აი პირველი მაინც ხო აი რა ძალიან ერთი პერიოდი ძალიან იყო რა აი ტრანსი ხარ. არ ვარ. just არ ვარ.
დავიხარ. მე სახალისო იქნებოდა მეგონა და დავითრკუნე. შენ ხო მითხარი ბოროტულია. ხო და გითხარი შენ აი რა. შენ ხალისო ხო? მე ძალიან. ძალიან კარგი. სიძახი. ეგრე უნდა შევხედოთ რა. და კომენტარებსაც ვერ გავთიშავთ ახლა საჭიროა. მაგრამ ძალიან რამდენ დადებით ემოციას იღებ? ძალიან და ორივე საჭიროა რა. კი, რა თქმა უნდა. აუცილებლად. დიდი მადლობა. მადლობა შენ. რომ მაინტერესებს. დებიუტი იყო? კი. ამ ფორმატის. კი. როგორ მოგეწონა? ძალიან კარგი იყო, კომფორტულად ვიყავი, რაც ყველაზე მთავარია და ძალიან იმედი მაქვს დაალაგებულად ვილაპარაკე რა. კი, მე ვერ ვიგზენ ისე გავიდა ეს დრო. წარმატებები მინდა გისურვო. ასევე. და ყველა მიზანი რაც გააქვს და იდეას ზოგადად ცხოვრებაში, ყველაფერი ძალიან მალე შეგსრულებოდეს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები. შენც.